რუსეთი და ავსტრია შეთანხმდნენ დააჩქარონ მილსადენის მშენებლობა, რაც უკრაინის გაზმომარაგებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსკოვში შეხვედრაზე ავსტრიის კანცლერმა რუსეთის ინიცირებულ სამხრეთის მილსადენის პროექტს მხარი დაუჭირა. რუსეთი ცდილობს ევროპელი მომხმარებლები დაითანხმოს გაზსადენი უკრაინის გავლით გაატარონ. ჩანს ეს რუსული პასუხია უკრაინის გაზით ქურდობის ბრალდებაზე. პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინა გააფრთხილა. გაზის მისაღებად უკრაინამ უნდა გადაიხადოს გამოყენებული აირის საფასური. ჩვენი ნებისმიერი სატრანზიტო პარტნიორი საჭირო მარაგს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის საფასურს გადაიხდის. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა: თუ თანამშრომლობა გაგრძელდება, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ არ დავარღვევთ ჩვენს მოვალეობებს და გაზის ტრანსპორტირების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ კარგად ვიცნობთ კონტრაქტის პირობებს და აუცილებლად დავფარავთ დავალიანებას. ევროპაში ტრანსპორტირებული გაზის 20% რუსეთისაა. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი აირის დაპირისპირების შედეგად უკრაინის მოსახლეობა ზამთარს გათბობის გარეშე შეხვდა.